Ამახსნათ რამდენიმე ტრიგონომეტრიული განტოლება. პირველ შემთხვევაში დავამტკიცოთ იგივეობა სინუს მე6 ხარისხი x პლუს კოსინუს მე6 ხარისხი x უდრის 1 მინუს 3 სინუს კვადრატ x კოსინუს კვადრატ x. გავხსენოთ კუბების ჯამის და სხვაობის ფორმულა. ჯამის შემთხვევაში გვაქვს a კუბს პლუს b კუბი უდრის a პლუს b გამრავლებული a კვადრატს მინუს ab პლუს b კვადრატი. როცა გვაქვს a კუბს მინუს b კუბი, მაშინ ნიშნები ესე იცვლება, აქ მინუსი გვექნება, აქეთ პლუსები გვექნება სულ. აი a პლუს b გამრავლებული, ესე ვიტყვით, არასრული კვადრატის, ამ შემთხვევაში სხვაობაზეა ჯამზე. აი კვადრატის სრული კვადრატის ჯამი ეს არის, ხო? სხვაობა ესე იქნება მინუსით. გახსოვთ, ხო? შეგახსენეთ უბრალოდ. ეს ფორმულა კუბების ჯამის და სხვაობის ფორმულა, ასევე საჭირო როგორც სრული კვადრატის და ჯამის და სხვაობის, საჭიროა არამედ ტრიგონომეტრიაში, არამედ ყველანაირი ირაციონალური და არაციონალური გამოსახულების განმარტების დროს და ამიტომ ეს კარგად აიხსნით. ეხლა ჩვენ გვჭირდება ეს წარმოვადგინოთ როგორც ორი კუბის ჯამი. ამ შემთხვევაში სინუს კვადრატ x კუბში არის სინუს მე6 ხარისხი იგივე და კოსინუსიც ისევე. ახლა დავშალოთ ჩვენ ესენი. ანუ გვექნება სინუს კვადრატი x პლუს როგორც აქ კოსინუს კვადრატ x, ანუ ეს იქნება ამ შემთხვევაში, აი ეს იქნება პროსტურად გამრავლებული სინუს მე4 ხარისხი x კვადრატ შევიყვანთ კვადრატი მინუს სინუს კვადრატ x კოსინუს კვადრატ x პლუს კოსინუს მე4 ხარისხი x. მაგრამ აი ეს ჯამი არის ერთი სტოლი, ძირითადად ტრიგონომეტრიული იგივებიდან გამომდინარე, ერთზე გამრავლებას აღარ ჩავწერთ, დაგვრჩება მხოლოდ და მხოლოდ აი ეს გამოსახულება. მაგრამ აქაც როგორც თქვით, ეს არის გავს სრული კვადრატის ამ შემთხვევაში სხვაობის ფორმულას, მაგრამ ჩვენ ჯამი გვჭირდება, იმიტომ რომ შემდეგ ისევ ერთი იგივება მივიღოთ, გავამარტივოთ გამოსახულება. ამიტომ ჩვენ ახლა გვჭირდება, ასე ვთქვათ, სრული ბედნიერებისთვის 2 სინუს კვადრატ x კოსინუს კვადრატ x. ამას ახლა ჩვენ ხელოვნურად დავამატებთ და ისევ მერე გამოვაკლებთ. აი აქ ისევ გამოვაკლებთ შემდეგ, რომ არაფერი შეიცვალოს, შეცდომა არ მოგვივიდეს, ხო? ამიტომ არ დაიშალოს ჩვენი გამოსახულება. ამიტომ სინუს მე4 ხარისხი x დავწერთ პლუს 2 სინუს კვადრატ x კოსინუს კვადრატ x პლუს კოსინუს მე4 ხარისხი x. ეს არის უკვე სრული კვადრატის ფორმულა გაშლილი სახით. შემდეგ გამოვაკელით ესე იგი, რაც ხელოვნურად დავამატეთ, მინუს 2 სინუს კვადრატ x კოსინუს კვადრატ x და ეს რომელიც ქონდა დარჩენილი აქ მინუს სინუს კვადრატ x კოსინუს კვადრატ x, ეს უნდა გამოვაკლოთ, ხადია, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს, ნახეთ, აქ გვაქვს აი აქთან აქამდე სრული კვადრატი. ანუ ეს არის სინუს კვადრატ x პლუს კოსინუს კვადრატ x კვადრატში. დაგვრჩა დარჩენილი ქონდა მინუს 2 სინუს კვადრატ კოსინუს კვადრატ x და კიდევ მინუს 1 ჯერ ესა. იქნება სულ მინუს 3 სინუს კვადრატ x კოსინუს კვადრატ x. საბოლოო ჯამში მივიღებთ 1, 1-ის კვადრატი 1-ია, 1 მინუს 3 სინუს კვადრატ x კოსინუს კვადრატ x. ანუ რითი დამტკიცებაც გვინდოდა. შემდეგ გამოსახულებაში. ამ შემთხვევაში ჩვენ მარჯვენა მხარეს გავამარტივებთ, ტანგენს 2x წარმოვადგენთ როგორც ტანგენს 2x შეფარდებული კოსინუს 2x-თან, სინუს 2x კოსინუს 2x-თან, ხოლო კოტანგენსია კოსინუს 3y სინუს 3y-თან. ეს მრიცხველი. ეხლა ნიშნულში გვაქვს კოტანგენს 2x არის კოსინუს 2x სინუს 2x-თან, ტანგენს 3y არის სინუს 3y კოსინუს 3. შემდეგ გავაერთმეშვილიანებთ უბრალოდ ჩვენ ამას, გვექნება ზემოთ კოსინუს 2x სინუს 3y და სინუს 2x გამრავლებული სინუს 3y-ზე ზემოთ, კოსინუს 2x გამრავლებული კოსინუს 3y-ზე მეორე შესაკრები. იგივეს ვიზამთ ქვემოთაც, ანუ გვექნება მრიცხველი ნიშნულში სინუს 2x კოსინუს 3y, აღარ დავწრომლდები, ახლა თქვენ ეს ყველაფერი იცით, კოსინუს 2x კოსინუს 3y და თუ დავაკვირდებით კარგად, აი ამის მრიცხველი და ამის მრიცხველი ტოლია. ანუ ჩვენ შეგვიძლია ისინი უბრალოდ შევკვეცოთ. აი ასე, ეს და ეს შევკვეცეთ და ამ შემთხვევაში სინუს 2x კოსინუს 3y ავაზევით და გვექნება სინუს 2x კოსინუს 3y, ხოლო ეს ყველაფერი დააჩამოვა ქვევით ნიშნულში. კოსინუს 2x სინუს 3y. ეხლა სინუს 2x შეფარდებული კოსინუს 2x-თან, ეს არის ტანგენს 2x, ეს არის ტანგენს 2x, ხოლო ეს არის შეტრიალებული კოსინუს 3y სინუს 3. ეს არის კოტანგენს 3y, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვჭირდება ტანგენსი, ამიტომ ის არის ერთი შეფარდებული ტანგენს 3y-თან.
საბოლოოდ მივიღებთ ტანგენს 2x შეფარდებული ტანგენს 3y. რის დამტკიცებაც გვინდოდა. გადავხედოთ შემდეგს. ტანგენს კვადრატ x-თან. უდრისო კოსინუს მეოთხე ხარისხით x მინუს სინუს მეოთხე ხარისხით x. ნახოთ ახლა, მოდი ეს მარცხენა მხარე გავამარტივოთ. აქაც ტანგენს შეფარდებული კოსინუსთან. გვექნება a მინუს სინუს კვადრატ x შეფარდებული კოსინუს კვადრატ x-თან. აქ ქვემოთ კიდევ პირიქით 1 პლუსით. შემდეგ გავაერთმნიშვნელიანებთ, გვექნება კოსინუს კვადრატ x იმ ნიშნულში, ხოლო მრიცხველში კოსინუს კვადრატ x მინუს სინუს კვადრატ x. ასევე გამოიქცევით ქვემოთაც, ოღონდ აქ გვექნება პლუსი. შეგვიძლია ხა ჩვენ შევკვეცოთ კოსინუს კვადრატ x-ები, აი ასე. ხოლო კოსინუს კვადრატ x დამატებული სინუს კვადრატ x-ი ამ შემთხვევაში ეს ერთის ტოლია. აქ. დაგვრჩა საბოლოოდ კოსინუს კვადრატ x მინუს სინუს კვადრატ x-ი პასუხად. მაგრამ ეს არ არის ჯერ კიდევ ესა. ეხლა გავიხსენოთ, რომ კოსინუს მეოთხე ხარისხით x მინუს სინუს მეოთხე ხარისხით შეიძლება დავშალოთ როგორც a კვადრატს მინუს b კვადრატით აიშლება a მინუს b გამრავლებული a პლუს b-ზე. აქედან გამომდინარე, არის შემდეგ აი ეს ფორმულა, აი ესა. აქედან აქ პირდაპირ დავწერე ესე კოსინუს კვადრატ x მინუს სინუს კვადრატ x-ი გამრავლებული, ესე იგი სხვაობის და ჯამის ფორმულა არის, ხო? საიდანაც აი ეს ერთის ტოლია, დაგვრჩა კოსინუს კვადრატ x მინუს სინუს კვადრატ x-ი. საბოლოოდ ამის პასუხის ტოლია და ჩვენი იგივეობას დამტკიცებულია. შემდეგი ნახოთ, აბა შემდეგი მაგალითი. აქ გვაქვს კოსინუს კუბების სხვაობა გვაქვს, კუბების სხვაობას დავშლით, ესე იგი როგორც მოვიქცეთ წეღან კოსინუს x მინუს კოსინუს კვადრატ x პლუს კოსინუს x სინუს x პლუს სინუს კვადრატ x. შეფარდებული დავტოვებთ ამას 1 პლუს სინუს x კოსინუს x-თან. საიდანაც აი კოსინუსი და სინუსის კვადრატების ჯამი 1-ის და გვექნება ამას გადმოვიტანთ კოსინუს x მინუს სინუს x-ი, და გვექნება 1 პლუს სინუს x კოსინუს x-ი. ნიშნულშიც იგივე გვაქვს, ამიტომ ჩვენ მათ შევკვეთთ. როგორც ხედავთ, ეს არის ძალიან ტრიგონომეტრიული გამოსახულებები, რომ ალგებრულად გადავწყვეტთ ასე მარტივად გასამარტივებელი. დაგვრჩა კოსინუს x მინუს სინუს x ჩვენი გამოსახულება. შემდეგი ვნახოთ ახლა x კოსინუს x. ქვემოთ გავხსნით ამ კვადრატის ჯამის კვადრატს, გვექნება სინუს კვადრატ x პლუს კოსინუს კვადრატ x, რაც ერთის ტოლია და ასე გვექნება 2 სინუს x კოსინუს x. ამ შემთხვევაში ახლა ეს გამოსახულება და ეს გამოსახულება ტოლია, შეგვიძლია ისინი შევკვეცოთ. აი ესე, აქაც და აქაც. და დაგვრჩა რა, აქ დაგვრჩა 1 მინუს 2 სინუს x კოსინუს x პლუს 2 სინუს x კოსინუს x. ანუ გავათილდება მინუსით და პლუსით, დაგვრჩება პასუხად 1. შემდეგ გამოსახულებაში გვაქვს სინუს კუბი x განავლებული 1 პლუს კოტანგენს x-ზე პლუს კოსინუს კუბი x განავლებული 1 პლუს ტანგენს x-ზე. სინუს კუბი x დავტოვებთ ასე, ვერაფერს ვერ უზამთ ჯერჯერობით და აი აქ კოტანგენს x წარმოვადგენთ როგორც კოსინუს x შეფარდებული სინუს x-თან და დავუმატებთ 1-ს, ანუ გავაერთმშვილიანებთ. პასუხად გვექნება მნიშვნელში სინუს x-ი, რიცხვში სინუს x პლუს კოსინუს x. ისე მოიქცევით აქაც კოსინუს კუბი x დავტოვებთ, ხოლო ტანგენს x გადავაქცევთ როგორც სინუს x-ი შეფარდებული კოსინუს x-თან და გავაერთმშვილიანებთ, შემდეგ 1-ს დავუმატებთ. აქაც იკვეცება რაღაცეები, აქ იკვეცება მაგალითად სინუს x-ი და აქ კუბი გვაქვს, დაგვრჩება სინუსი კვადრატი. სინუს კვადრატში დაგვრჩება. აქაც კოსინუს x-ი გვაქვს და აქ გვჩება კოსინუს კვადრატი. გავიტანთ ფრჩხილებს გარეთ, შემდეგ აი ამასაც მრიცხულ, ამასაც აქვს სინუს x პლუს კოსინუს x-ი, უკვე აღნიშნული აღარ აქვს, ამასაც აქვს ესა და აი ამას გავიტანთ ამ სინუს x პლუს კოსინუს x ფრჩხილებს გარეთ, დაგვრჩა სინუს კვადრატ x პლუს კოსინუს კვადრატ x-ი, რაც არის ისევ ერთის ტოლი და საბოლოოდ დაგვრჩა პასუხად სინუს x პლუს კოსინუს x-ი. და ბოლომდე x მინუს კოსინუს x-ი 0.5-ის ტოლია, უნდა იპოვოთ სინუს x კოსინუს x-ის ნამრავლი და უნდა იპოვოთ სინუს კუბი x მინუს კოსინუს კუბი x-ი. აი ამ მონაცემებით. პირველ რიგში მოვიქცევით ასე, რომ ამ განტოლების ორივე მხარეს ავიყვანთ კვადრატში, აი ესე ავიყვანთ. გვექნება სინუს x მინუს კოსინუსი კვადრატში უდრის 0.5-ის კვადრატი არის 0.25. გავხსნით ფრჩხილებს, მივიღებთ ისევ ესეთ გამოსახულებას. უკვე იცით ციფრა თქვენ და სინუს კვადრატ x პლუს კოსინუს კვადრატ x ერთის ტოლია 1 მინუს 2 სინუს x კოსინუს x. ეს არის 0.25. სადაც 2 სინუს x კოსინუს x არის 1 მინუს 0.25 არის 0.75 და სინუს x კოსინუს x იქნება
0.75 გაყოფილი 2-ზე, ანუ 3/4, გაყოფილი 2-ზე, ანუ გამრავლებული 1/2-ზე, ანუ 3/8. შემდეგ ვიპოვოთ ახლა კუბები. კუბების ხვაობა დავშლით აქ ესე, როგორც წარმოვადგენთ კუბების ფორმულას უკვე არაერთ გზით დღევანდელ მასში განყოფილებში sinus x minus cosinus x გამრავლებული sinus კვადრატ x plus sinus x cosinus x plus cosinus კვადრატ x. ეს ხვაობა უკვე მოცემულობაში გქონდა, იყო ის 0.5 სტოლი. Sinus კვადრატ x და cosinus კვადრატ x 1 სტოლია, ხოლო ეს ნამბრავლიც უკვე ვიპოვეთ აქ 3/8 სტოლი ყოფილა. 0.5 გამრავლებული 1 პლუს 3/8-ზე, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს 11/16. ეს არის მარტივი შედარებით მარტივი ტრიგონომეტრიული განტოლებები და ამის შემდეგ გადავალთ ალბათ რთულზეც.